დღეს შევიკრიბეთ თანამედროვე განათლების აკადემიაში, იმისთვის რომ ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან კიდევ ერთხელ გაგვიმახვილებინა ყურადღება საგზაო უსაფრთხოებაზე და საგზაო უსაფრთხოების აუცილებლობაზე და ამ საგზაო უსაფრთხოებაში თითოეული ჩვენგანის როლი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გაიმართა მერიის ქალაქ თბილისის მერიის პროექტის შეანელე გზადაუწყების ფარგლებში. ძალიან გვიხარია, რომ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად გამოვხილებ ყურადღებას ამ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორც არის საგზაო უსაფრთხოება, რომელსაც წელიწადში 600 ადამიანი ეწირება და დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შავდება. მოგესალმებით ქალაქ თბილისის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი საგზაო უსაფრთხოების ამაღლების კუთხით, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ესეთი კარგი აქციების ჩატარებით, თუნდაც დღევანდელი დღე, რაც უკვე მუშაობს და უკვე ჩვენ გვაქვს შედეგები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არის ძრები. ხარს უჭერთ ამდენგვარ ღონისძიებებს და კვლავ ჩართული ვიქნებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელშეწყობა ჰქონდეთ ამ მიმართულებებით, რასაც ქვია ცნობიერების ამაღლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით. სტუმრად ვიყავით თანამედროვე განათლების აკადემიაში, შევხვდით სკოლის მოსწავლეებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბავშვებმა მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია, რაც მათი ინტერესის სფეროში შედიოდა და მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა. აბა დამანახე იქედან რა ნიშანია? ანუ არ უნდა გააჩერო. მოძრაობა არ შეიძლება, არ უნდა გააჩერო. ის არის სადაც ანუ ზებრაზე არ უნდა გადახვიდე. ქოითა გადასასვლელი. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ სკოლაშიც, თანამედროვე განათლების აკადემიაში განხორციელდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შეანელე გზადაუთხმე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო-გზებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, გარდა კვლევებისა, როგორც კი მძღოლი ხდები, მაშინვე აცნობიერებ, რაოდენ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგზაო წესების ცოდნას და რაც მთავარია, აი ამ წესების დაცვას. როგორ უნდა გადავიდეთ? ჯერ უნდა გავიცნოთ მარცხნივ და ვერი ვარჯიშით. საგზაო უსაფრთხოება იწყება ჩვენი და ვინ ვართ ჩვენ? ადამიანები, კარგი, მაგრამ აი ეს ადამიანები რატომ მონაწილეობენ საგზაო მოძრაობაში? სწორია, მეითები. როდესაც ასეთი მეცადინეობების შემდეგ ბავშვები ქუჩაში გავლენ და დაინახავენ ზებრა ხაზს, გაახსენეთ, რომ ეს ის არის დღეს რო გველაპარაკნით სკოლაში, ან გუში რო გველაპარაკნით გუშინ წინ და დავიცვათ უკვე უხერხულიც არის, არ დავიცვათ მოძრაობის წესები და მოდი დავიცვათ და გადავიაროთ ზებრა ხაზზე, ან თავიანთ ჩობლებს ვთქვან. ჩვენ ვცდილობთ გავაღვიოთ ბავშვები, რომ ბავშვებს გავუღვიოთ, ასე ვთქვათ, ვუხდი რომ შობლების გადასდონ აქ მიღებული ცოდნა საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით და უთხრათ, რომ მშობელი დაიწყებს ლაპარაკს ტელეფონით, როდესაც საჭოს მართავს ან ნასვამის და აპირებს დაჯდომას, სწორედ ბავშვმა უთხრას მისმა შვილმა, რომ მამა, დედა, რას აკეთებ, ეს ხო დარღვევაა. რატო უკვირდება მძღოლი საგზაო ნიშნებს? რომ არ გააღვიოს. დღევანდელი დღიდან რაც გავიგე და გავიაზრე, ის იყო, რომ საგზაო მოძრაობა იწყება ჩემით. საგზაო ნიშნების ცოდნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ეს გავიგეთ. გავიგეთ, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ უსაფრთხო და მშვიდობიანად ვიგზავნოთ სკოლიდან სახლში და სახლიდან სკოლაში.